დამაჯერებლად დაამარცხა უშუალო კონკურენტი სევილია. ღამურებმა საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და როდრიგეს პირველივე წუთზე შეეძლო გატანა, მაგრამ ნეგრედოს ჩაკიდებულ ბურს ვერ მისწვდა, რასაც მორენო მეტოქის მიერ წესების დარღვევას აბრალებდა და პენალტს ეთხოვდა. თუმცა ლატრემ ეპიზოდი გაატარა. სამაგიეროდ ფიგერეიშის მიერ ნეგრედოს წაქცევის გამო 35 წლის არბიტრმა ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტი დანიელ პარეხომ შეასრულა ზუსტად და ანგარიში გახსნა. 32 წუთზე ღამურებმა მშვენიერი კომბინაცია შეასრულეს და ენცო პერესის გადაცემის შემდეგ პარეხომ დუბლი შეასრულა. 36 წუთზე ხამეს ლატრემ საკამათო ვითარებაში უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით დანიშნა პენალტი, რომელიც ბაკამ აქცია გოლად. 5 წუთში ლატრამ მესამე პენალტი დანიშნა, ამჯერად ვალენსიის კარისკენ. ბურთთან კვლავ ბაკა მივიდა, მაგრამ პენალტების დიდოსტად დიეგო ალვეს ვეღარ აჯობა. სევილიამ ანგარიშის გათანაბრების დიდებული შანსი გაუშვა ხელიდან, ხოლო მასპინძლებმა დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ტაიმში ვალენსია კიდევ უფრო ცოცხლად გამოიყურებოდა, რაც მალევე გატანილ გოლში აისახა. 56 წუთზე როდრიგესმა მარცხენა ფლანგზე გაილაღა და საჯარო მოსპისადგომებთან მყოფ ხავი ფუეგოს გაუგორა ბურთი, რომელმაც ზუსტი დარტყმით მესამედ დაამწუხრა ბეტო. ვალენსიამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, მეოთხე ადგილი დაიბრუნა და სევილიას 2 ქულით გადაასწრო.